სამშობიარო ოთახში მოულოდნელი შემოbrუნება, ჩვენი ბავშვი ჩვენ არ ჰგავდა, მაგრამ სიმართლემ ყველაფერი შეცვალა. მე და ჩემი მეუღლე ორივე თეთრკანიანები ვართ. როდესაც ჩვენი ოჯახი სამშობიარო ოთახში შეიკრიბა, ჰაერი მოლოდინში იყო. მაგრამ როგორც კი ჩვენი ბავშვი დაიბადა, ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ცოლის პირველი სიტყვები: ეს ჩემი ბავშვი არ არის. ეს ჩემი ბავშვი არ არის. ექთანმა შვიდად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა: ის ისევ შენზეა მიჯაჭვული. მაგრამ ჩემმა ცოლმა, პანიკაში ჩაძირულმა, წამოიძახა: ეს შეუძლებელია. მე არასდროს მძინებია შავკანიან მამაკაცთან, მე იქ ვიდექი, გაუგნებული, როდესაც ჩვენი ოჯახი ჩუმად მიქროდა. უკვე გასვლას ვაპირებდი, როცა ჩემი ცოლის შემდეგმა სიტყვებმა შემაჩერა. ჩამჩურჩულა, მაგრამ მას შენი თვალები აქვს. გავშეშდი. მისი ხმა კანკალებდა, უმციკლო გრძნობით იყო გაჟრენთილი, რამაც ყოყმანის საფუძველი გამიჩინა. ზერა ახალშობილისკენ მივმართე, რომელსაც ექთანი წმენდა. მისი კანი მუქი ყავისფერი იყო, პაწაწინა მუშტები შეკრული ჰქონდა, ოთახში ტირილი ისმოდა. მაგრამ როდესაც უფრო ახლოს დავაკვირდი, დავინახე ის, რაც ჩემმა მეუღლემ შენიშნა, მისი თვალები. თვალშისაცემი მწვანე, ჩემსას იდენტური. გული ამიჩქარდა. როგორ იყო ეს შესაძლებელი? გავხედე ჩემს ცოლს, რომელიც მის ხელებში ტიროდა. ექთანმა დაძაბულობა იგრძნო, ფრთხილად მოათავსა ბავშვის აწოლში და გარეთ გავიდა, რითაც პირადი სივრცე მოგვცა. რა ხდება? ბოლოს და ბოლოს ვკითხე, ჩემი ხმა ჩურჩულზე ძლივს აღემატებოდა. ჩემმა ცოლმა ცრემლიანი სახე ასწია. არ ვიცი, თქვა მან ჩახლეჩილი ხმით, გეფიცები, არ ვიცი. ამას აზრი არ აქვს. სკამზე ჩავეშვი, ფიქრები მიჩქარდებოდა. მინდოდა გაუბრაზებულიყავი, პასუხის მოთხოვნა, მაგრამ ჩემი ცოლის თვალებში შიში და დაბნეულობა ჩემსას ირეკლავდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში ანალიზები ჩაატარეს ნებისმიერი შეცდომის გამოსარიცხად. შედეგები დამაჯერებელი იყო, ბავშვი ბიოლოგიურად ჩვენი იყო. მაგრამ როგორ? ჩვენთვის უცნობი აფრიკული წარმომავლობა იყო. ექიმები ჩვენსავით გაოგნებულები იყვნენ. როდესაც ჩვენი ქალიშვილი სახლში წავიყვანეთ, ჩვენ შორის დაძაბულობა გაიზარდა. მეგობრები და ოჯახის წევრები ჩურჩულებდნენ, უცნობები კი მიყურებდნენ. ჩემი ოდესღაც თავდაჯერებული ცოლი უკან იხევდა და სახლიდან ძლივს გამოდიოდა. ვცდილობდი მხარში ამომიდგა, მაგრამ შემაშფოთებელი ეჭვი მღრღნიდა. ერთ ღამეს, ბავშვის დაძინების შემდეგ, ჩემი ცოლი სამზარეულოს მაგიდასთან დამხვდა და ძველ ფოტოალბომს უყურებდა. ტირილისგან ჩაწითლებული თვალები ჩემსას შეხვდა. რაღაც უნდა გითხრა, რბილად თქვა მან. მის მოპირდაპირედ ვიჯექი, გული მიცემდა. რა ხდება? ღრმად ჩაისუნთქა. კოლეჯში კვერცხუჯრედები გავუკეთე. ფული მჭირდებოდა და მეგონა, რომ ვეხმარებოდი ადამიანს, რომელსაც შვილები არ შეეძლო. არასდროს მიფიქრია. არასდროს წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მე მას მივშტერებოდი და ვცდილობდი გამიანალიზებინა. ამბობ, ჩვენი ბავშვი. თავი დაუქნია და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. გონი ჩემი კვერცხუჯრედი გამოიყენეს, მაგრამ რატომღაც შავკანიანი დონორის სპერმით განაყოფიერდა. არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მაგრამ ეს ერთადერთი ახსნაა. გაოგნებული ჩამოვჯექი. ბევრი რამ იყო აღსაქმელი, მაგრამ გასაგები. ბავშვი ჩვენი იყო, უბრალოდ არა ისეთი, როგორსაც ველოდით. დღეების გასვლასთან ერთად, ჩვენ შევეჩვიეთ სიტუაციას. ჩვენს ქალიშვილს მიადავარქვით და თანდათანობით ის არა საიდუმლოდ, არამედ ჩვენს ლამაზ შვილად ავიქვით, რომელსაც სიყვარული სჭირდებოდა. მე და ჩემი მეუღლე უფრო დავახლოვდით და მივხვდით, რომ ოჯახი გენეტიკაზე მეტი იყო. შემდეგ, კიდევ ერთი შემოbrუნება. ძველი საბუთების დალაგებისას აღმოვაჩინე წერილი, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკიდან ჩემი მეუღლის სახელზე იყო გამოგზავნილი. მასში შეცდომა იყო დაშვებული, მისი კვერცხუჯრედები სხვა წყვილის პროცედურაში იყო გამოყენებული. კლინიკამ ბოდიში მოიხადა და კომპენსაცია შესთავაზა. წერილი ჩემს მეუღლეს ვაჩვენე და ჩუმად ვისხედით და სიმართლეს ვსწავლობდით. ეს ძალიან დამაბნეველი იყო, მაგრამ ამავდროულად ამან საქმე ბოლომდე მიიყვანა. მია ჩვენი უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა მოსულიყო ჩვენთან. როდესაც მია იზრდებოდა, ის ჩვენს უდიდეს სიხარულს ხდიდა. მისი სიცილით ვავსებდით ჩვენს სახლს და მისი ცნობის მოყვარეობა უსაზღვრო იყო.
ჩვენ მისი აფრიკული ფესვები ჩვენი ოჯახური ტრადიციების პარალელურად ავნიშნავდით, რათა დარწმუნებულიყავით, რომ მას ძალიან უყვარდა. ერთ დღეს 5 წლის მია სკოლიდან სახლში კითხვით დაბრუნდა, რომელმაც გონება დამაკარგვინა. მამიკო, იკითხა მან, რატომ განსხვავდები შენგან და დედისგან? მის გვერდით დავიჩოქე და მისი ხელები ჩემსაში ჩავრგე. მია, უთხარი მე, შენ განსაკუთრებული ხარ. შენში დედიკოს, მამიკოს და სხვა ადამიანის ნაწილადაა, ვინც საკმარისად შეგიყვარა, რომ ამ ქვეყნად მოგევლინა. ეს კი შენ უნიკალურს და ლამაზ ხდის. მიას მწვანე თვალები უბრწყინავდა. მომწონს, რომ უნიკალური ვარ, თქვა მან ღიმილით. სიყვარულითა და მადლიერებით ახსავსეთ ჩავეხუტე. ჩვენი მოგზაურობა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ არაფერში გავცვლიდი. უკან მოხედვისას ვხედავ, რომ ცხოვრება მოულოდნელი შემოbrunებებითაა სავსე. ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ლამაზად ვერ გამოვა. მიამ გვასწავლა, რომ ოჯახს სიყვარული ქმნის და არა ბიოლოგია. ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. თუ ეს ისტორია თქვენზე მოახდინა გავლენა, გაუზიარეთ სხვებსაც. ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელი გზები ყველაზე მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილებამდე მიგვიყვანს. მოდით, ერთად აღვნიშნოთ სიყვარულის, ოჯახის და უნიკალური მოგზაურობების ძალა, რომლებიც გვაერთიანებს.